Bătăi Gheorghe, nu se merge, nu ne putem încopera, რამდენადაც მითხრა ორი დღის წინ ეცნობა მას ბელანდენის ხდომის თაობაზე და შეთანხმებული იყო სხვა ადვოკატთან, ის უნდა მოსულიყო დღეს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო უარი თქვა მან და დღესთან კავშირთან რეალურად იულეტინზე გასვლის დროს ამეთერი ეშლებოდა სოფელ დათისა მასშტაბება არა გასაგებია მაგრამ უკვე ახლა საზოგადოება უყურებს და ერთ საათი წინ ეს არის უპატრიოტიზმულობა საზოგადოებას. მიმართავდით ჩვენ ბატონ ილია ჭიაურიას და საკრებულოს. თქვენ მოახდინოთ გამგებლის საქმიანობის კომპეტენციური შეფასება. მოახდინეთ თუ არა ბატონო ილია და ეგრეთ წოდებულმა ინტერფრაქციულმა ჯგუფმა. აი იმ საქმიანობის შეფასება, რაზედაც საჩივრის შემომტას ჰქონდა პრეტენზიები. ის რა ჩვენ მოვითხოვეთ თუ იქნა შესრულებული. არ იქნა შესრულებული. არ იქნა ერთი ელემენტარული ჭეშმარიტების გამო ადამიანი ფიზიკურად არ არის ამ ადგილზე. რომელსაც უნდა მოусმინოთ, იმისგანაც რომ მოვისმინოთ ის არგუმენტები რაც არსებობს. უკაცრავ ეს პიროვნება დადის მოსახლეობასთან შეხვედრაზე და უწერია დიაგნოზი და გუში ბრძანდებოდა საკრებულოს ხომაზე ბიუჯეტის გახილვასთან დაკავშირებით. რა გახდა ბატონი ლოლაძის მოსვლა და 1 საათიანი გასაუბრება, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფს ეს მინიმალური მოთხოვნა მაინც შეესრულებინა. კაცი ხალხს საქმეს ეწევა იულეტინზე ნაცნობობით, დადგა სამედიცინო ფურცელზე, რომ თავი აარიდოს აი მნიშვნელოვან საქმეს. სხვა მე მეტი ეჭვი არ მაქვს, აი ეჭვი მაქვს, აბა დადის ყველგან აბსოლუტურად ყველა სოფელში ხდება მოსახლეობას და თურმე აქ მოსმენაზე ავადარი კაცო. ბატონო ვაჟა, თქვენ თუ მიმართეთ ლოლაძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სად ნახავდი მე ლოლაძეს? მე არ მინახეთ ლოლაძეს. გუშინ დავინახე. ფეისბუქი გადაჭედილია სურათი. არის მოწმე. მე გუშინ ნახე, ამიტომ ბიუჯეტის გახება და თომოა და არ მინახე. აღარ შეიძლება. გადაგიზურა მე. აბსურდია ის რომ თითქოს ეს ბიუჯეტები იყოს ყალბი. ასევე არ შეეფერება სიმართლეს ის გარემოება, რომ გიორგი ლოლაძე რაიმენაერად ცდილობს თავი აარიდოს გამოცხადებას საქმის განხილვაზე, მას ხელს არ უწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლებრივად მას აქვს უფლება წარმომადგენლის მეშვეობით დაიცვას საკუთარი ინტერესები. უნების ხელშეკრულება დღეს იქნა გაფორმებული. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმე ხელოვნურად აჭიანურებს როგორც ინტერფრაქციული ჯგუფი, ასევე ბატონი გიორგი ლოლაძე. 3 დეკემბრიდან დღემდე რა სამუშაო განახორციელა ამ ჯგუფმა? ნუ ჯერჯერობით არ. რატომ? თორე ლოლაძე არ იყო ადგილზე. დღემდე თუ გიცდიათ მასთან დაკავშირება და გასაუბრება? როგორც ვიცით, ალბათ არის და არც ვიცით. ტელეფონით მაინც არ დაკავშირები ხართ? არა. მე არა ვარ არც ოდიში არ გამოთქვეს არც ექიმი და არც ვექილი, რომ ცალკე ვარჩიო ავათ არის, არ არის, თვითონ თავისთან სტანჯავს და სადღაც დარბის შეხვედრებზე თუ არ დარბის, როგორც განმარტავე ჩვენი საკრებულოს წევრები, ნამდვილად მე ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ეს ადამიანის გადასაწყვეტია. მე კი მგონია, პირდაპირ გეტყვით, რომ არ არის კარგი, როცა ადამიანი იმყოფება საავადმყოფო ფუნქციებზე და ის ამ დროს სხვადასხვა ღონისძიებებში არის ჩართული და არ მოდის მისი პერსონალური საქმის განხილვის დროს. ეს არ არის სწორი მიდგომა.